ლეგენდები არ იბადებიან. ლეგენდები თავად ქმნიან საკუთარ თავს. არნოლდ შვარცენეგერი. თუ შენ გსურს მიაღწიო რაიმე ღირებულ ცხოვრებაში, მაშინ იფიქრე მასშტაბურად. იპოვე შენი აღმატებული მიზანი და მისდიე მას. ჩემი ოცნება სხვა ადამიანებისთვის იყო წარმოუდგენელი და აბსურდულიც კი. თუმცა მე მკაფიოდ მქონდა გადაწყვეტილი სოფლიოს საუკეთესო ათლეტი გამხდარიყავი. სოფლიოს ჩემპიონი კულტურიზმში. მე უნდა მქონოდა ყველაზე ძლიერი და მასიური სხეული. წარმოუდგენლად დიდი კუნთები. გახსოვდეთ, არასდროს დაისახოთ პატარა მიზნები. იოცნებეთ მასშტაბურად. გონების თვალით დაინახეთ თქვენი მიზანი. თუ თქვენ ასეთი ხედვა არ გექნებათ, თუ თქვენ კაფიოდ ვერ დაინახავთ საკუთარ ოცნებებს, მაშინ დაემსგავსებით გემს აფრების გარეშე, რომელსაც არაფერში წაადგება ზურგის ქარი და უმიზნოდ იხეტიალებს ოკეანეში. შექმენით თქვენი ოცნების სახე და მისდიეთ მას. სადაც არ უნდა წაგიყვანოთ თქვენმა ოცნებებმა, აუცილებლად გაჰყევით მათ. მე ჯიბეცარიელი ჩამოვედი ამერიკაში. სულ ახალგაზრდა, გამოუცდელი, რომელსაც ინგლისური ენის პრობლემაც მქონდა. არანაირი პერსპექტივა, მაგრამ მქონდა მკაფიო მიზანი და წარმატების მიღწევის დაუოკებელი წყურვილი. ყველა დამცინოდა. არავის ჯეროდა ჩემი წარმატების, მით უფრო კინოინდუსტრიაში. ახალგაზრდა, არანაირი სამსახიობო უნარჩვევებით, საშინელი ინგლისურით და უხეში გერმანული აქცენტით. არანაირი პირობა წარმატების მისაღწევად. და აი, მაშინ მე მთელი მონდომებით დავიწყე ჩემი სხეულის ძერწვა. მთელი მონდომებით დავიწყე უძლეველი ანრის, არქეტიპის შექმნა. არავინ იღებდა სერიოზულად ჩემს განზრახვას. ყველა მარცხს მიწინასწარმეტყველებდა. ასეთი ადამიანები მრავლად არიან და თქვენ შეხვდებით ცხოვრებაში. არ უსმინოთ მათ. უსმინეთ საკუთარ ხმას და მიხევით თქვენს მიზნებს. ჩემმა რწმენამ გადამარჩინა მე. ყველა პესიმისტის და კრიტიკოსის პასუხად მე მივაღწიე წარმოუდგენელ წარმატებას ათლეტიზმში, კინოინდუსტრიაში, პოლიტიკაში. ამ ბრძოლაში თქვენ ბევრჯერ დაეცემით, ბევრჯერაც მწარე მარცხი შეგხვდებათ, მაგრამ შიშს არ მისცეთ უფლება შემოვიდეს თქვენს გულში და გონებაში. შეშინებული ვერასდროს გაიმარჯვებთ. ყოველი მარცხი გაახლოვებთ მიზანთან. თუ დაეცით, წამოდეგით და კვლავ განაგრძეთ. მე რომ პესიმისტებისთვის დამეჯერებინა, დღესაც ავსტრიაში ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი მუშად. სადღაც რიგით საწარმოში. თუ თქვენ გააქვთ თქვენი მიზნის მკაფიო ხედვა და ძლიერი ნებისყოფა, მაშინ მიუღწეველიც არაფერია. იწვალეთ, იშრომეთ, იბრძოლეთ. დივანზე წამოწოლინს წარმატება არასდროს გეწვევათ. სანამ თქვენ ისვენებთ, ნებივრობთ, არაფერს აკეთებთ, სხვები დაძაბულად შრომობენ, თავს არ ზოგავენ და იმარჯვებენ კიდეც. ყოველი ადამიანი არის გამორჩეული ინდივიდი და ყოველ ადამიანს აქვს შანსი საკუთარი თავი აქციოს ლეგენდად.